ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ეს ტელეკომპანია პირველია, თქვენ ჩვენს გადაცემას ასევე რადიო მაესტროს ეთერში უსმენთ. ეს ხალხის პოლიტიკაა და მისი დასკვნითი ნაწილი ჩვენ გარევაჭრობის თემას შევეხეთ. თითქმის 2 საათის განმავლობაში ძალიან ცხარე კამათი მიმდინარეობდა აქ ჩვენს სტუდიაში. ახლა კი ჩვენს აუდიტორიას მივცემთ შესაძლებლობას შეაფასოს და თავისი დასკვნები თქვას იმასთან დაკავშირებით, რასაც აქ ისმენდა 2 საათის განმავლობაში. გისმენთ. მოგესალმებით, მევესალმებით საზოგადოებას. პირველ რიგში სანამ უშუალო თემაზე გადავიდოდი, მინდა აღვნიშნო, რომ გარემოვაჭრეების პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ეს ბევრი განვითარებული ქვეყნის პრობლემა არის, მაგრამ განსხვავება ის არის საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, სადაც ეს ხდება, იქ ყველაფერი მოწესრიგებული არის და ვფიქრობ, რომ საქართველოში საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში, სადაც მსგავსი პრობლემები არსებობს, პირველ რიგში უნდა მოწესრიგებული იყოს ის შესაბამისი ადგილები, რომელშიც სადაც ხდება ვაჭრობა, იმიტომ რომ სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს პირდაპირ პროპორციული არის ქალაქის იერსახესთან და მის მოთხოვნილებასთან და ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავი არის ის მდგომარეობა, რომ უნდა პირდაპირ კავშირით უნდა ხდებოდოს მისი ლაბორატორიულად შემოწმება, რომ ამან ერთგვარი პრობლემები არ შექმნას საზოგადოების ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენი საქართველო იყოს უფრო ძლიერი, უფრო მიმზიდველი და უფრო ესე რომ ვთქვათ, ინფრასტრუქტურულად ძლიერი ტურისტებისთვის, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ უნდა ვიზრუნოთ ამაზე და გარკვეული რეგულაციები უნდა დაუწესოთ. არის აქეთ სურველი. გისმენთ. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო შესაძლებლობისთვის და სულ 2 საკითხთან დაკავშირებით მინდა პატარა კომენტარი გავაკეთო. პირველი, რომელიც შეეხება ეგრეთ წოდებულ არასასურსათო საქონელს, ჩემთვის ძალიან გაუგებარი იყო, თუ რატომ აყარეს გარემოვაჭრეები, რომელსაც არ ჰქონდათ სასურსათო საქონელი და ამ შემთხვევაში არ იყო რაღაც კონკრეტული ვადები, მაგალითად წიგნებთან და ტანსაცმელთან დაკავშირებით დასაცველი და ჩემი აზრით ამ ადამიანებისთვის უნდა შენარჩუნებულიყო ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლებლობა, რომ მევაჭრათ, რადგან მათი საქონელი იქნებოდა ეს წიგნი, ტანსაცმელი თუ საკანცელარიო ნივთები არანაირად არ ავნებდა ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს, ასე ვთქვათ და მეორე საკითხი. დიახ, არა, სურსათზე ნამდვილად არანაირად არ ვდაობ, ეს ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და ნამდვილად ამ საკითხთან დაკავშირებით რეგულაცია უნდა იყოს დასაცავი. რაც შეეხება ზოგადად, ან თქვენ მოისმინეთ აქ ბევრი პოზიცია, მათ შორის თავად იმ ადამიანებისა, რომლებიც ვაჭრობენ, ხომ, სურსათით ან სხვა საშუალებებით, შეგიძლიათ გითხრათ, სად დაინახეთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ისე რომ ამ ადამიანების მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს და ასევე ის პრობლემები, რაც თქვენ დაინახეთ, მოგვარდეს. სად არის ამის გასაღები თქვენი აზრით? კი ბატონო, გამოსავალს ან ცოტა შორიდან დავიწყებ. ერთადერთ გამოსავალს, რომელსაც მთავრობა თავაზობს ამ ადამიანებს, არის ის, რომ რაღაც შეიყვანოს კონკრეტულ ბარაკებში, სადაც რაღაც გადასახადები არის, მაგალითად დღეში 10 ლარი და სხვა, რაზეც მე მგონია, რომ ამ ადამიანებს საშუალება არ აქვთ. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული ბალანსი არის საჭირო დავინახოთ იმ ორ საკითხს შორის, რაც არის ამ ადამიანების, ამ გამყიდველების სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობები და ადამიანის სიცოცხლის უფლება. რაც არის, ასე ვთქვათ, ძალიან გასაფრთხილებელი. შესაბამისად, მთავრობამ ძალიან სპეციფიური და ოქროს ხაზი უნდა იპოვოს რეგულაციებს შორის, სადაც ის დაიცავს როგორც ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლებას, ასევე ამ ადამიანების ეკონომიკურ ფინანსურ საშუალებებს. დიდი მადლობა. თქვენ მოგესალმებით, მე ვარ დიმიტრი აგეევი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. თქვენ უკვე აღნიშნეთ, ეს მართლა ძალიან მძიმე საკითხი არის და სამწუხაროდ ნაკლებად ვისაუბრეთ ამ პრობლემის გამოწვევ მიზეზებზე. ანუ რეალურად ეს ადამიანები უბრალოდ იძულებული არიან, რომ გავიდნენ ქუჩაში, მათ სხვა გზა არ აქვთ. რატომ? არ არის შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური პირობები, როგორც უკვე დღეს აღინიშნა. ანუ კონკრეტიკაზე რო გადავიდეთ, დიდი წილი გარემოვაჭრეთა მოდის საპენსიო ასაკში მყოფ პირებზე. დღესაც დავწმუნდით ამაში და თუნდაც მაგალითად პენსიის გაზრდით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარებისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგას. ეს პრობლემა მართლაც კომპლექსური არის და რა თქმა უნდა არ იქნება საკმარისი ეს ნაბიჯები, ხოლო ან ჩვენ მივდივართ ფუნდამენტურ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებამდე აქედან გამომდინარე. კარგით, ვინმე არის კიდევ ვისაც აზრის გამო. დიდი მადლობა.
იმისთვის, რომ იყავით 2 საათის განმავლობაში ჩვენთან ერთად და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და გამოთქვით თქვენი საინტერესო მოსაზრებები. დღევანდელი ეთერი ამით დასრულებულია. ეს ტელეკომპანია პირველია. თქვენ ასევე რადიო მაესტროს ეთერში უსმენდით ჩვენს გადაცემას. ხალხის პოლიტიკას. მომავალ 4 შაბათამდე. ნახვამდის.